ქრისტიანული სარწმუნოების ცენტრში დგას პარადოქსი, რომელიც 2000 წლის განმავლობაში აბარებდა ადამიანთა გონებას. Როგორ შეიძლება ყველაზე სამარცხვინო სასჯელის იარაღი ჯვარცმა გამხდარიყო მსოფლიოში სიცოცხლის მომცემელი რელიგიის მთავარი სიმბოლო. Როგორ შეიძლება იესო ქრისტეს სიკვდილი გამხდარიყო ყველასთვის სიკვდილზე გამარჯვება. ამის გასაგებად ჩვენ უნდა შევხედოთ ჯვარცმასა და აღდგომას არა როგორც ორ ცალკეულ მოვლენას, არამედ როგორც საფრთხო სიყვარულისა და ძალის ერთიან განუყოფელ მოქმედებას, რომელიც ხსნის მთელი ისტორიის კულმინაციაა. რომაელებისათვის ჯვარცმა უბრალოდ სიკვდილით დასჯა იყო. იუდეველთა წინამძღოლებისათვის ის თვითმარქვიას დამარცხების ნიშნად იქცა, მაგრამ მარადისობის გადმოსახედიდან სინამდვილეში ჯვარზე სამჟავრო აღესრულა. ეს არ იყო ღვთის სამჟავრო ადამიანზე. ეს იყო სიყვარულის სამჟავრო სიძულვილზე. მთელი სამყაროს ბოროტება, მთელი ჩვენი სისასტიკე, სიცრუე და ამპარტავნება ერთ უდანაშაულოზე იქნა მიმართული. და როგორ უპასუხა მან? მისი სიტყვები აჯვრიდან, მამაო, მიუტევე მათ. სწორედ ეს არის ბოროტების განაჩენი. ბოროტება სიძულვილსა და შურიზიებაზეა აგებული. სიყვარული და მიტევება კი მას განაიარაღებს. ჯვარზე ღმერთი კი არ ჟის სამყაროს, არამედ თავის თავში იტევს მის მთელ ტკივილსა და წყდიაც, რათა იგი შინაგანად თავისი სიყვარულით განკურნოს. ჯვარცმა ეს ღვთის სისუსტე კი არა, მისი ყოვლის შემძლეობა, რომელიც უსაზღვრო სიმდაბლესა და მსხვერპლში გამოვლინდა. მაგრამ ისტორია ჯვარზე რომ დასრულებულიყო, ეს მხოლოდ ერთი მოწამის ტრაგიკული ამბავი იქნებოდა. ყველაფერს აღდგომა ცვლის. აღდგომა არა უბრალოდ სიცოცხლეში დაბრუნებაა, თითქოს არაფერი მომხდარა, არა, ეს ახალი ტიპის სიცოცხლეშობაა, რომელიც ხრწნილებასა და სიკვდილს არ ექვემდებარება. აღდგომა არის საფრთხო მოწმობა ყველაფერზე, რასაც იესო ამბობდა და აკეთებდა. ეს იმის მტკიცებულებაა, რომ მისი მსხვერპლი მიღებულია, ხოლო ბოროტება და სიკვდილი დამარცხებულია. ქრისტეს აღდგომა ეს კერძო სასწაული კი არა, ახალი ქმნილების დასაწყისია. როგორც თავის ცნობილ სააღდგომო ქადაგებაში ღაღადებდა წმინდა იოანე ოქროპირი, ნუ რავი გგოდებს სიკვდილს, არამედ თუ განმანთავისუფლად ჩვენ მაცხოვრის სასიკვდილმან. აღსდგა ქრისტე და ცხოვრება მოქალაქეობს. აღსდგა ქრისტე და არც ერთი მკვდარი არ დარჩენილა საფლავში, რამე თუ ქრისტე აღდგარი კუთრეთით დასაბამი გახდა შესვენებულთათვის. აღდგომა ეს ჩვენი უკვდავებისა და ჩვენი იმედიშობის დღეა. ჯვარცმა და აღდგომა ეს არა უბრალოდ ისტორიული მოვლენებია, არამედ ეს გახლავთ ორი რეალობა, რომლებში ჩვენ ყოველდღე უნდა ვიცხოვროთ. ჯვარი გვასწავლის, რომ ჭეშმარიტი ცხოვრებისაკენ მიმავალი გზა თავგანწირვასა და მსხვერპლად შეწირულ სიყვარულზე გადის. ის მოგვიწოდებს მოვკვდეთ ჩვენი ეგოიზმის, ამპარტავნებისა და წყენისათვის. აღდგომა კი ასეთი ცხოვრებისათვის ძალას გვაძლევს. ის გვაძლევს იმედს, რომელიც სიკვდილის შესაძლიერია. ის გვარწმუნებს, რომ არც ერთი კეთილი საქმე, არც ერთი თანაგრძნობის სემლი არ დაიკარგება და რომ საბოლოო სიტყვა სიყვარულს ექნება. მწერალი და აპოლოგეტი კლაივ ლუისი ამბობდა, რომ ქრისტიანს არ სჯერა თითქოს ვინმე ოდესმე შეძლებს დედამიწაზე სამოთხის აშენებას, მაგრამ ქრისტიანს უნდა სწამდეს, რომ თუ ვილოცებთ და ვიშრომებთ, ოდესმე ვიხილავთ, როგორ გარდამოვას ზეციდან ღვთის სიმართლე და დადგება სამეფო, რომელშიც სიმართლე მკვიდრობს. ეს იმედი, რომელიც აღდგომას ემყარება, აზრს ანიჭებს ჩვენს დღევანდელ ძალისხმევას. ამდენად ჯვარცმა და აღდგომა ერთი მთლიანობის ორი შემადგენელია, ჩვენი სარწმუნოების გულია. ჯვარცმა ღვთის სიყვარულის უსაზღვრო დემონსტრაციაა, რომელიც სჯის და ამარცხებს ბოროტებას. აღდგომა ახალი სიკვდილისაგან თავისუფალი ქმნილების დასაწყისია. ერთად ისინი გვაძლევენ წარსული ცოდვების მიტევებას, აწყოსათვის ძალასა და მომავლის ურყევიმედს. ეს არის უწყება იმის შესახებ, რომ წყდიადმა ვერ მოიცვა ნათელი. ეს არის უწყება სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვების შესახებ და ეს გამარჯვება თითოეულ ჩვენგანს იბრძვა.